სინდისის პატიმრების ადვოკატი შოთა თუთბერიძე თითქმის 2 საათის განმავლობაში სასამართლოს წინაშე დეტალურად განიხილავდა და არგუმენტებით ასაბუთებდა თუ რატომ უნდა გათავისუფლდნენ ბრალდებულები. ადვოკატმა ყველა მოწმე პოლიციელის ჩვენება გაიხსენა, რომელიც რუსი მოქალაქეების საქმეში ფიგურირებს. მან ყურადღება საქმის მთავარ მოწმეზე ირაკლი მუხათგვერდელზე გაამახვილა. მუხათგვერდელი ყოფილი პოლიციელია, რომელიც პოსტიდან რამდენიმე თვის წინ იარაღიდან უკანონოდ გასროლის გამო მოხსნეს და მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ანასტასია ზინოვკინა ყოფილ პოლიციელს სექსუალურად შევიწროების მუხარაში ადანაშაულებს. რუსი წყვილი ამტკიცებს, რომ მათ ნარკოტიკები პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობისთვის ჩაუდეს. სამართალი რომ ბრმა ქალღმერთი ეს ჩვენა ყველა მშვენივრად ვიცით. მისი სახვევი კი ფარავს წყლულებს, რომლებიც იყვნენ თვალები მისი. პატრიცებულო მოსამართლე ქალბატონო ნინო, მიუხედავად იმისა, რომ თემი და თვალებზე სახვევი აქვს გაკეთებული, ვიცით რომ წყლულებზე არ არის გადაფარებული. ეცადეთ თვალები არ დაუბრმავოთ. 1000-ჯერ რომ მომიწიოს ამ დარბაზში თქვენთან შეხვედრა და 1000-ჯერ მოთხოვნა სამართლიანი განაჩენის, ამას 1000-ჯერ გავაკეთებ და იმედი მექნება, რომ ბოლო ჯერზე მაინც შეძლებთ ამის გაკეთებას. გთხოვთ თქვენი მეგზური იყოს კანონი, რწმენა და დასაბუთებული განაჩენის სტანდარტი. თქვენგან მიუხედავად არაერთი იმედგაცრუებისა, სანამ მოსამართლის მანტია გაცვიათ, ველით სამართლიან კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. დაცვის მხარე უკვე 8 თვე ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილია. მათ მიაჩნიათ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს და რუსი მოქალაქეების საქმეც სხვა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მსგავსია. ამ საქმეს მათგან მხოლოდ თარჯიმანი განასხვავებს, რომელსაც უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობაში და მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს. ის ნეიტრალური მოწმე, რომელიც შეფუთვასაც ამგვარად და რომელიც წარმოჩენასაც ნეიტრალურად ცდილობს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, სინამდვილეში გახსათ არა ნეიტრალური მოწმე, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო 20 წლის განმავლობაში ალბათ დასაქმებული თარჯიმანი, რომლის რუტინული მოვალეობა არის პოლიციის შავმნელი საქმეების გათეთრება. საბოლოო ვერდიქტი ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის საქმეზე სავარაუდოდ 12 სექტემბერს გახდება ცნობილი. მანამდე კი მთელი კვირის განმავლობაში ერთი-მეორეს მიყოლებით გავიგებთ, თუ რამდენი წლით დაისჯებიან ახალგაზრდები პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის. ხვალ ჩანიშნულია კიდევ ერთი ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირის, ანტონ ჩეჩინის სასამართლოს ხდომა, სადაც ჯვებე ნაჭყებია განაჩენს გამოაცხადებს. იმაზე დიდი იმედი გვაქვს, შვიდრად დასაწყისში გვქონდა იმ კუთხით, რომ რაღაც ასე დაიწყეს ხალხის გამოშვება, ასე თუ ისე ნაწილის და რა თქმა უნდა გამართლებაზე ავის გამოშვება, იმიტომ რომ ასე რო არ იყოს და მართლა რომ სამართალი არსებობდეს, აქ ყველა გარეთ იქნებოდა. ანტონ ჩეჩინის გარდა ხვალ გაირკვევა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 8 პირის სისხლის სამართლის საქმეზე. 9 თვის განმავლობაში პროკურატურა ყველანაირი გზით ცდილობდა მათი ჯგუფურად მოქმედება დაედასტურებინა. თუმცა დაცვის მხარე და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ბრალდებულები სრულიად უმიზეზოდ ჰყავთ ციხეში გამომწყდეული და მათ წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. ამ ყველაფრის ფონზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უკომპრომისო ბრძოლას აანონსებენ. ზუსტად მომთხოვა დედა, ხვალე რაც არ უნდა განაჩენი დადგეს, გთხოვ არ იტირო, არ დამანახო შენი ცრემლები და პირობა ვხდებ, რომ არ ვიტირებ და არ დავანახებ ჩემს ცრემლებს. 9 თვეც ტყულა ისდნენ ეს ბიჭები ციხეში. თამარსაც კი ძალიან დიდი წუხი ეტყობა სახელი პროკურორებს თავიზეზე არ აუწევიან. იგი იქეთ მეწოდებიან მაგები. ბრძოლა გაგრძელდება აუცილებლად ბოლომდე. სანამ არ გავიხსნით ამ პოლიტპატიმრებს, იმიტომ რომ იქ არიან უდანაშაულო ბავშვები, რომლებსაც უკვე მიუსაჯეს. კვირის ბოლომდე 22 სინდისის პატიმრის პედი გაირკვევა. საინტერესოა, რამდენი წლით დასჯის ბიძინა ივანიშვილი ახალგაზრდებს პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის.